წინა ვიდეოში ვისაუბრეთ ფრჩხილების გახსნაზე, ერთ წევრის გამრავლებაზე, მრავალ წევრზე, ერთ წევრის და მრავალ წევრის დამრავლზე. ამ ვიდეოში კი ვისაუბრეთ მრავალ წევრის მრავალ წევრზე ნამრავლზე. ანუ როგორ ვამრავლებთ მრავალ წევრს მრავალ წევრზე, ხო? ნუ წინა ვიდეოში არ მისაუბრე საერთოდ მრავალ წევრი რას ქვია, ხო? ერთ წევრი რა არის და მრავალ წევრი რა არის. მოდი ამ ვიდეოში ერთი-ორი სიტყვით მაგასაც შევეხები. მოკლედ, რა არის წევრი, ხო? აი როგორ უნდა გავარჩიოთ გამოსახულება ერთ წევრია თუ მრავალ წევრია და საერთოდ რამდენი წევრისგან შედგება გამოსახულება, ხო? აი დავწეროთ თქვა x + y და ქვემოთ დავწეროთ 3x² y კუბ z - 7 მაგალითად. რამდენი წევრისგან შედგება თითოეული გამოსახულება? ეს შედგება 2 წევრისგან და ესეც შედგება 2 წევრისგან, ხო? წევრი არ უნდა გვეგონოს რაღაცა ცვლადი მაგალითად ან რაღაცა სიმბოლო და ასე შემდეგ, ხო? არა, წევრი ძალიან მარტივად რომ ჩამოვაყალიბოთ, წევრი ეს არის გამოსახულება, რომელიც არ შეიცავს მიმატების ან გამოკლების ნიშანს. აი ესე ძალიან უხეშად რო ვთქვათ. აი ეს მთლიანი გამოსახულება არის ერთი წევრი, იმიტომ რომ აი ვერც მე და დარწმუნებული ვარ ვერც თქვენ ვერც მიმატებას მიხედავთ და ვერც გამოკლებას, ხო? ასევე შეგვიძლია ვთქვათ აი ამ 7-იანზეც ეს კიდევ ერთი ცალკე წევრი არის. ზემოთაც იგივე, ხო? x-ია ერთი წევრი და y-კი მეორე წევრი, ხო? ან სხვანაირად შეიძლება ვთქვათ, რომ აი პლუსებით და მინუსებით გამოყოფილი რაღაცები, ხო? აი მაგალითად 7 + 3x - 4y, ხო? ეს არის 3 წევრი, ხო? 3 წევრისგან შედგება, იმიტომ რომ აი პლუსებით და მინუსებით არის გამოყოფილი ეს და ეს, ხო? აი ეს 3 წევრი არის აი ამ გამოსახულებაში. მეცაც გეტყვით, ესეთი რაღაცა დავწეროთ 4x² y z კუბი ქვემოთ 7x² y გამრავლებული 3x კვადრატზე, აი ეს კიდე კვადრატში, ეს არის ერთ წევრი, ხო? იმიტომ რომ აი ვერსად ვერ ხედავთ ჩვენ ვერც მიმატებას, ვერც გამოკლებას, ხო? იმიტომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ეს არის ერთი წევრი, ხო? ანუ მარტო გამრავლებას და გაყოფას შეიცავს, ხო? რაც ნუ ერთ წევრის განსაზღვრებაში რჩება. ეს ხო, მოკლედ ერთ წევრის და მრავალ წევრის გარჩევაზე და ნუ ზოგადად წევრების შესახებ, ხო, ცოტა ვისაუბრეთ. ახლა კი დავუბრუნდეთ იმ თემას, რაზეც დავიწყეს საუბარი, ხო, ეს საუბარი უკვე აღარ ხშირდება. ეს არის მრავალ წევრზე გამრავლება. ხო, პირდაპირ მაგალითებით დავიწყებ. თქვათ, გვინდა რომ 3x + 4y გავამრავლოთ 4x + 2y. ხაი, მოდი სულ დადებითები იყოს ჯერჯერობით. ხო, წინა ვიდეოს ბოლოს გითხარით, რომ ძალიან გავს ესეც, რაზეც ახლა ვისაუბრებთ წინა თემას. აქაც ფაქტიურად ერთ წევრის მრავალ წევრზე გამრავლება, ოღონდ ამ ერთ წევრს რამდენიმეჯერ ამ მოქმედებას რამდენიმეჯერ ვაკეთებთ. ანუ წარმოვიდგინოთ, რომ ჯერ ცალკე 3x გვინდა რომ გავამრავლოთ აი ამ მთლიან გამოსახულებაზე, როგორც წეგან ვაკეთებდით და მერე გადავიდეთ, აი როცა მორჩებით მაგას. მერე გადავიდეთ 4y-ზე, ხო, დადებით 4y-ზე. დავიწყოთ, მოდი. ესე იგი, აი ზეპირად ვეცდები და იმედი მაქვს, რომ გამოვყვებით. 3x უნდა გამრავლდეს 4x-ზე. ერთი წამით აი აქ გავასუფთავებ და სხვადასხვა ფერს გამოვიყენებ, უფრო კარგი იქნება მეგონი. y-ია. ეს დაპირისპირეთ დავიწყოთ. ხო, ესე იგი, 3x პირველ რიგში უნდა გამრავლდეს 4x-ზე, ხო? აი პირველი, ნუ მარტივია ისე ვიზუალურადაც, ხო? ეს არის პირველი და პირველს გადავამრავლოთ პირველზე მეორეზე. მერე მეორეს გადავამრავლოთ პირველზე და მეორეზე. 3x 4x-ზე რო გამრავლოთ, ნუ უკვე ვიცით რომ არის 12x². აი ფერები შევცვალოთ, მოდი. ყვითელით. ეხლა 3x უნდა გამრავლოთ 2y-ზე. 3 × 2 არის 6. ნუ რა იქნება დადებითი, ხო? დადებითი 6xy. აღარ წვანი. მორჩა ხო, ნახეთ, ანუ 3x ერთზეც გამრავლეთ და მეორეზეც, ხო? მეტი აღარ, ანუ მეტი რო იყოს კიდე აი ამ მეორე წევრში, ხო? ანუ ყველაზე გამრავლებით საერთოდ. მორჩით, ხო? ამიტომ გადავიდეთ ახლა 4y-ზე, დადებით 4y-ზე, ხო?
ეხლა 4y უნდა გავამრავლოთ 4x-ზე, ანუ ეს ისევ ახლა ხო, ანუ აი ამას ეხლა დავიწყებთ ჯერ ამაზე, მერე 2y-ზე. 4y 4x-ზე არის დადებითი, ხო? ანუ დადებითი 16 y-x, ხო? ანუ მაგრამ x-y დავწეროთ, ხო? ანუ შეგვიძლია ადგილები შევუცვალოთ. და ბოლოს უკვე იყოს მოდი შავი. ბოლოს აი ეს უნდა გავამრავლოთ აი ამაზე, ხო? 4y 2y-ზე არის დადებითი, ნუ ყველგან დადებითია ყველაფერი, ამიტომ მინუსი ვერსად ვერ გაჩნდება. 4y 2y-ზე არის დადებითი 8 და y-ზე y კვადრატი, ხო? აი ლამაზადაც გამოვიდა. ეს უდრის. აი აქ უკვე არ დაგვისრულები, აი ეს გამოსახულება არ არის სრულყოფილი, ხო? არ არის საბოლოო პასუხი და რატო? წინა ვიდეოთ ვნახეთ, იქ ვისაუბრე მე დაჯგუფებაზე, ხო? იქნება აქ სადღაც ერთნაირი წევრებიც გვაქვს, ხო? აი, ანუ x კვადრატიანი წევრი სხვა არ გვაქვს. ხო? ანუ როგორ უნდა მოვძებნოთ ერთნაირი წევრები? აი, ცვლადი რაც გვაქვს, ზუსტად ასეთი უნდა მოვძებნოთ. ნუ x კვადრატი არსად არ არის. აი, ასეთი წევრი გვაქვს, ხო? აი, გვერდზევე არის მისი, იმიტომ რომ ორივე გამოსახულება x-y-ს შეიცავს, თუ შეიძლება რომ ასე ითქვას, ხო? ამიტომ ეს ორი არის ერთნაირი წევრი. და ანუ წარმოიდგინეთ, აი ეს ცოტა უჭირთ ხოლმე ჩემი გამოცდილებით. აი ცალკე დავწეროთ 6xy პლუს 16xy. და რატო უჭირთ? გამრავლების დროს, ანუ ახსოვთ, რომ გვახსოვს ხოლმე, რომ გამრავლების დროს, მაგალითად, აი აქაც xy, აქაც xy, ნუ x-ზე და ნუ კაი ეს რიცხვები თქვა შევკრიბე. ხო, ნუ გამრავლების დროს უმრავლდებოდა, მოდი აქ უნდა შეიკრიბოს, ლოგიკურია 22, მაგრამ აი ამ x-y-ებს ვეღარ ვუხერხებთ ხოლმე, ხო, სწორად რაღაცებს. xy და xy იქიდან გვახსოვს, რომ x კვადრატ y კვადრატია, ხო? თუმცა ესე არ არის და მე ძალიან მარტივ მაგალითი მომყავს ხოლმე xy და ანუ წარმოვიდგინოთ, რომ აქ წერია 6 რაღაც, ხო, აი ეს არის რაღაც, ხო, არ ვიცი. აი ნებისმიერი რამ 6 5 და 16 5, რატო 5, ხო? ორივე ხო ერთი და იგივე რაღაც არის, ანუ xy, ხო? ერთი და იგივე რაც არ უნდა იყოს, ვაშლი რო იყოს, ორივე ერთი და იგივეა, ხო? ამიტომ 6 ვაშლი, აი ეს წარმოგიდგენთ რომ არის 6 ვაშლი პლუს 16 ვაშლი, ხო? ეს ხო არის 22 ვაშლი. ანუ ამით იმის ჩვენება გვინდა, რომ ცვლადები მიმატების და გამოკლების დროს უკვე ცვლადებს არ ვეხებით, ხო? ანუ ერთნაირი რაღაცები იკრიბება და ისევ ის რაღაც უნდა იყოს, ხო? უბრალოდ რაოდენობაში გაზრდილი. ნუ თუ გამოკლება შემცირებული. მოდი ერთი მაგალითი კიდე გავაკეთოთ. ამჯერად გამოკლე მინუს ნიშანიც რო ვქონდეს. ესე იგი 3x კვადრატს ან ცოტა რთული იყოს -4xy. ძალიან სასიამოვნოა ხოლმე როცა გავიგებთ აი ამ თემას კარგად მე სავარჯიშოების გაკეთება ხო, იმიტომ რაღაც ხარისხებს ითვლი, თან ხშირად კარგად იგებენ ხოლმე ბავშვები და მე მოსწონთ თვითონაც 2x კვადრატ y -3x კვადრატ y კვადრატი. ხო, აი რთული გამოსახულება აშკარად, ხო? თუმცა საკმაოდ მარტივია მისი გაკეთება. ესე იგი, პირველ რიგში, მოდი ისევ ასე ვიზავ, 3x კვადრატი ბრალდება 2x კვადრატ y-ზე. დადებითია ორივე, ხო, ამიტომ დადებითი იქნება 3-ჯერ 2 არის 6, x კვადრატი x კვადრატზე არის x მეოთხე და ნუ ეს y არ დავკარგოთ y. შემდეგ ეხლა უკვე 3x კვადრატი უნდა გავამრავლოთ -3x კვადრატ y კვადრატზე. 3-ჯერ -3 არის უკვე -9, x კვადრატჯერ x კვადრატი ისევ x მეოთხე და ნუ y კვადრატი გვაქვს კიდე. ეხლა გადავედით უკვე მეორე წევრზე, ხო? ანუ გავედით ბოლოში, ანუ პირველი წევრი აი ეს ყველაზე გადავამრავლეთ, ნუ 2 ამ შემთხვევაში, მხოლოდ მეორე ნაწილში და ეხლა უკვე ეს თავისი მინუს ნიშნით, ხო? უნდა გავამრავლოთ ამაზე.
ესე იგი -4xy უნდა გამოვავლოთ 2x კვადრატ y-ზე. -4 ჯერ 2 არის -8, x ჯერ x კვადრატი არის x მესამე და y ჯერ y არის y კვადრატი და ბოლოს უკვე ცნაური ფერით -4xy უნდა გამომრავლოთ -3x კვადრატ y კვადრატზე. -4 ჯერ -3 არის დადებითი 12, -ზე პლუსია, x კვადრატზე არის x მესამე, y კვადრატზე არის y მესამე. აი, y მესამე. და აქ მოდი მოვძებოთ, აბა ერთნაირი წევრები თუ გვაქვს, არ მგონი არა. ასეთი წევრი არსად არ არის, ხო? ზუსტად x მეოთხე y კი რო იყოს, ხო? არც ასეთი არსად არ არის, ხო? x მეოთხე y მეორეც არ არის. არც ასეთი არ არის და ანუ არც ერთი წევრი არ არის ერთნაირი, ამიტომ აი ეს პასუხი შეგვიძლია მივიჩნიოთ როგორც საბოლოო პასუხი. ხო, სულ ეს არის როგორც გითხარით წინა ვიდეოშიც, არაფერი განსაკუთრებული, ანალოგიური, ანუ რასაც ერთ წევრის მრავალ წევრზე გამრავლების დროს ვაკეთებთ, იგივეს ვაკეთებთ, ოღონდ ნუ რამდენჯერმე გვიწევს ამის გამეორება.